მოგესალმებით, დღეს ბევრ საინტერესო საფეხბურთო სიახლეს შევეხებით. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. საფეხბურთო გამოცემა Give Me Sport-მა ამ მომენტისთვის ტოპ 25 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. სიაში PSG-ს ქართველი შემთევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ის 24 პოზიციას იკავებს. ევროპულ კლუბებში მოთამაშე მცველებს რომ კითხოთ, ასაყვანად ყველაზე საშიში გარემარბი არისა. დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი ბევრჯერ გაიგონოთ. ძალისა და სისწრაფის კომბინაცია მას მომაკვდინებელ მარცხენა გარემარბად აქცევს. მართალია, ბევრი გოლი და საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ მისი თამაში მხოლოდ სტატისტიკა არაა. კვარაცხელია შეუბრალებელია. თანაგუნდელების მსგავსად, პირდაპირ და შეუჩერებელია. მას მეტოქის მოტყუება შესანიშნავად გამოსდის და მის ანგარიშზე 12 გოლი და 9 ასისტია. წერს გამოცემა ხვიჩაზე. სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გასული სეზონის ტოპ 10 საუკეთესო ვინგერის სია შეადგინა. ჩვენ და სასიხარულოდ სიაში საქართველოს ნაკრებისა და PSG-ს ჩემტევი ხვიჩა კვარაცხელიას მოხვდა. ქართველი მეშვიდე პოზიციას იკავებს. Paris Saint-Germain-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა. მან საკუთარი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელშიც რასაკვირველია ხვიჩა კვარაცხელიაც მოიაზრებოდა. ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მას ახალგაზრდა ფეხბურთელები უყვარს და მაგალითად 27 წლის ფეხბურთელის ყიდვა მისთვის შეუძლებელია და კატეგორიულად არ სურს. მას მოსწონს ყველა ის მოთამაშე, რომელიც დაახლოებით 21 წლისაა. შეგიმჩნივიათ, რომელ ფეხბურთელებს ყიდულობ ბოლო დროს. ყველაზე უფროსი 23 ან 24 წლისაა, მეტი არა. ლუის ენრიკე აფასებს საბრძოლო სულისკვეთებას, მოსწონს მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ. ბევრს დარბიან, გუნდისთვის მუშაობენ. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, მისი ტრანსფერი ენრიკემ გამალებით მოითხოვა. როგორ მუშაობთ ტრანსფერებზე? სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ენრიკეს ფეხბურთელის ვარიანტს გააცნობს. მწვრთნელმა უნდა შეისწავლოს, როგორ თამაშობს, როგორია მისი ღირებულება, სხვა ასპექტები. ყველას შორის უნდა იყოს შეთანხმება, თუმცა ყველას თავისი როლი აქვს. საბოლოოდ ენრიკემ ფეხბურთელი უნდა დაამტკიცოს. თქვა ხელაიფმა. აქვე მოგახსენებთ, რომ PSG-მ კვარაცხელია ლუის ენრიკეს დიდი მოთხოვნის შემდეგ დაიმატა. როგორც მოგეხსენებათ, ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. ამის გამო გიორგი მიკაუტაძე და სხვა გამოჩენილი ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ. ლიონის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელების ფასებს საგრძნობლად დააკლებენ. მიკაუტაძის შემთხვევაში ისინი 50 მილიონი ევროს ნაცვლად 25 მილიონი ევროს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იანვარში რომას ქართველი შეძენა სურდა, თუმცა დასახელებული 50 მილიონი ევროს გადახდა მათ არ სურდათ. გუნდმა საფეხბურთოს ფედერაციის ფინანსური რეგულაციის კომისიაში შეიტანა სარჩელი და განხილვა 10 იანვარს გაიმართება. ფრანგულ მედიაში იწერება, რომ 10 იანვრის ლიონის ანგარიშზე 100 მილიონი ევრო უნდა ფიქსირდებოდეს და ამის გარდა კიდევ 100 მილიონი ევროს გარანტიების წარდგენა, რომ ეს თანხა კლუბს მთლიანი სეზონის მანძილზე ექნება. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ამ რეგულაციებს შეასრულებენ. ამისათვის კი ტრანსფერების სწრაფად განხორციელებაა საჭირო. მათი მთავარი იმედები გიორგი მიკაუტაძე და მალიკ ფოფანა არიან, რომლებთან მსურველები არ აკლიათ. ჟორჟისთვის ყველაზე მეტად რომა აქტიურობს. ლიონი კი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თანხმაა, რომ 25 მილიონად გაყიდონ. როგორც იწერება, გუნდში აფექტური სიტუაცია შექმნილი და ვითარების დარეგულირებას ძალიან სწრაფად ცდილობენ. როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის მომავალი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. დავითაშვილი ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან გასულ სეზონში მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. მიხარია, რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს აქვს ამბიცია, რომელიც ლიგა 1-ს წიდება, დივიზიონს, რომელშიც ვითამაშებთ, მაგრამ ისინი იმ გუნდის წევრები იყვნენ, რომელიც გავარდა. მისი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. შესაბამისად, თუ გავყიდით, ეს ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ყოველდღიურად ორიენტირებულად მუშაობენ და სენტ-ეტიენზე იფიქრებენ. შემდეგ კი თუ რამე მოხდება, მოხდება. როგორც ცნობილია, ქართულ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი აქვს ლიგა 1-დან და თურქეთიდან. თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ზურიკო სულ მალე ბეშიქტაშის ფორმას მოირგობს. პრესის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი უკვე დადასტურებულია და არა უმეტეს 2 კვირას გაოფიციალდება. ფრანგულ პრესას თუ დაუჯერებთ, დავითაშვილის შეძენა რენს და კიდევ რამდენიმე გუნდს სურს. როგორც ჩანს, ზურიკო კაირას ან თურქულ გრანჩი გააგრძელებს ან ლიგა 1-ის რომელიმე საშუალო გუნდში. გიორგი ქოჩორაშვილმა ჯეო თიმთან ინტერვიუ ჩაწერა. მან საკუთარ მეგობარსა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ცუდად არ გამიგოთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო თუ ვერ მოიგო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ურთიერთობაა. ამაში ხვიჩა ნომერი პირველია.
ის არის ადამიანი, რომელიც მოედანზე და მის გარეთაც არის თავმდაბლობისა და შრომის მაგალითი. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ თავმდაბლობას ვაფასებ. ახლა ის ლიგის გამარჯვებულია და თავად იცის, რომ ამაზე არ უნდა გაჩერდეს და წინ მეორე და მესამეც ელოდება. ფინალის შემდეგ პირველი რაც მივწერე მილოცვა იყო და არ დაავიწყდეს, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად უნდა დაგვეხმაროს. თქვა ქოჩორამ. აუცილებლად დააეკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.